ხო, ეს ნაწილი უნდა ამოვჭრა, მე რეიდა ჩემს უნდა ჩავაგდო. ყველასთვის მენტალობაში რატომღაც გაჟღენთილია, რომ თუ მე ვცხოვრობ დასავლეთ საქართველოში, ჩხოროწყუში, ძალენჯიხაში, ფოთში, ქუთაისში, ხონში, სამტრედიაში, ბათუმში და მე მყავს შვილი, რომელსაც აქვს ასთმური სიმპტომატიკა, დიაგნოზი ასთმის, მე თუ საცხოვრებლად წამოვალ თბილისში, რატომღაც ეს პრობლემები გონიათ, რომ უკვალოდ გაქრება და წამლის გარეშე შეძლებენ მათი ოჯახები და მათი შვილები ცხოვრებას. მაგრამ რა პარადოქსს ვაწყდებით? ეს არის იმდენად ძველი გადმონაშთი, როდესაც 70-იან, 80-იან და 60-იან წლებში, როცა ალერგიული დაავადებების რიცხვი მსოფლიოშიც ასე თუ ისე ტენდენციურად იმატებს, მართლაც ესე იყო, როცა თბილისის ქუჩებში სულ 3 თუ 4 მანქანა დადიოდა. ამდენი შენობა არ არსებობდა და აი ეს რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ PM ნაწილაკები დარწმუნებული ვარ მონიტორინგის სისტემები რო არსებული იყო და ეხლა ჩვენ რეტროსპექტულად მათი გარჩევის საშუალება რო გქონდეს აი თუ ეხლა air quality-ს საიტზე ყოველდღე უყურებ და პაციენტებს ვანახებ რომელიც თბილისის სენსორებს ამოწმებს 365 დღიდან 300 დღე ჩვენ ვართ მინიმუმ ნარინჯის სპერნიშნულში, ანუ დარღვეულია PM2.5, 1.5, 2, 3, აი გუშინ 4 ჯერ იყო მაგალითად, ჩემთან ახლოს სამსახურთან ეს არის მარშალ-გელმაზე არსებული სენსორი. 4 ჯერ იყო მთელი დღის განმავლობაში მომატებული. ამიტომ რა თქმა უნდა, ასეთ ურბანულ გარემოში რომ ბავშვს გადმოიყვან, ხო? ყოველდღიური ესეთი და გვეტყვია რომ აი ჩვენ უკვე ხანდახან მეკითხებიან და მიხარია რომ ეს რჩევა მივცე და ზოგჯერ ხუმრობითაც კი ვეუბნები, კარგია აღმოსავლეთ საქართველოს აერი, მაგრამ მაშინ გადმოდით და რატომღაც ამოვიჩემე აი ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში დასახლდით თქო. საბუეში რა გვინდა მეტყვიან იმ წუთში. ვეუბნები რომ აღმოსავლეთ საქართველოს მაშინ სუფთა სმოგისგან თავისუფალ ქალაქში უნდა იცხოვრო, თუ გინდა შენ შვილს გამოადგე. აქ ვერ გამოადგება. ხო, ან თუშეთში. 800,000 მანქანა კატალიზატორ ამოცნილი. ხო, კი ბატონო. არჩევანი დიდია. ხო, არის რაღაც ნუკლეარი ესენი, ხო, იდეალური მაგრამ მე ადამიანები რასაკვირველია უკვე საარსებო მინიმუმს ვერ მოიპოვებენ იქ რო დასახლდნენ და იძულებული არიან, ამიტომ ყველას ვთხოვ ხოლმე რომ სუფთა ხაერში ნუ გაცვლით მარტო ის რომ მტრის კონცენტრაცია და ნესტი გაქვთ იმ თქვენს ძვირფას სოფელში, ფოთსა და წალენჯიხაში თუ არ ჩამოთვლი ახლა ჩვენს დასავლეთ საქართველოს რაიონებს. ამიტომ დარჩით გთხოვთ იქ. იმიტომ რომ წამლების რაოდენობა აქაც იგივე სჭირდება. აქ უკვე სხვა შეწონილი პრობლემებია. ალერგენებთან ერთად აი ესენია, რაზეც თამარი და ჩვენ ახლა ამდენი ხანი ვსაუბრობთ. ამიტომ აი ეს რელოკაციები, ის რომ ჩემი შვილი კარგად გახდება, ხო? აი ეს თუნდაც კურორტოთერაპიის კონტექსტს რომ მოვაბათ, ეს არასწორია და ასე ვთქვათ, ამაზეც განმარტება უნდა მივცეთ ჩვენს მოსახლეობას. ხო, ეს ნაწილი უნდა ამოვჭრა, მე რეიდა ჩემს უნდა ჩავაგდო.